ჯოამშვიდობისა კიდევ ერთხელ 8:39 წუთი შესრულდა როსტავერის დილის გადაცემა, როგორც დაგკვირდით, კულტურის სიახლევით დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. თბილისში ჯაზური საღამოები გრძელდება 2012 წლის ჯაზ სერია საქსოფონისტმა ჯოშუა რედმანმა თბილისი ივენთ ჰოლში გახსნა. მუსიკოსი სცენაზე საკუთარ ტრიოსთან ერთად გამოვიდა, გრემიზე ორჯერ ნომინირებულმა რედმანმა 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა წარმოადგინა. ერთ თვეში კი თბილისს ეწევა გიტარისტი ჯონ პიზარელი, რომელიც აქ ჩამოვა საკუთარ კვარტეტთან ერთად. მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი არის ქართველი მსმენელის წინ ჯოშუა რედმანი გახლავთ. თვითონ შეიძლება ითქვას ასეთი მუსიკალური დინასტიის ნაწილი, მამამისი დიუი რედმანი იყო და აწლეულების განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ წამყვან მუსიკოსად, ვინც უკრავდა კეი ჯარეტთან ერთად. შემდეგ ჯოშუა რედმანიც გახდა მისი გზის გამგზელებელი და არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული მუსიკოსი თუ შეიძლება ითქვას, ვინც ამ წუთას თავის ევროპულ ტურს ასრულებს თბილისში. მარტში გვეყოლება ჯონ პიცარელი, შემდეგ ფრედ უესლი და ბოლოს რობერტ გლასპერი. ყველა განსხვავებულია, ყველა ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, ვინც დაესწრება ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს. ჯოშუა რედმანი შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქსოფონისტია და ძალიან გამიხარდა, რომ ეს კონცერტი რო გავიგეთ თუ არა, ეგრევე ბილეთი ვიყიდე, გამოვარდი და არაჩვეულებრივი არის ყველაფერი დღეს.